საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური. ახალ ამბებს ამ დროისთვის ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. ვაკე საბურთალოს გადასასვლელზე საცხოვრებელი სახლების ერთი ნაწილი თითქმის სრულიად დაიტბორა. ასევე დატბორილია ნუცუბიძის პლატო, სტიქიამ ყველაზე მეტად თბილისის ზოოპარკი, სვანიძის ქუჩა და ვერეს ხეობა დააზარალა. წყალდიდობამ ვერეს ხეობა მთლიანად დატბორა, დაიღუპა ხალხი. მთლიანად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც გაიქცნენ ცხოველები. 13 მგელი, 6 დათვი, 6 ვეფხვი, 6 ლომი, ასევე ბეჰემოტი. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, საშიშ ცხოველებს ესრულეს და დახოცეს. ზოოპარკის ტერიტორიაზე მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. დედაქალაქის მასშტაბით სტიქიის შემდეგ ვითარება ნელ-ნელა სტაბილურდება თბილისის მერიის ყველა სამსახური მთელი დღის განმავლობაში ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. ყველა რაიონში მობილიზებულია ტექნიკა. იმ ტერიტორიებზე, სადაც სტიქიამ პრობლემა შექმნა, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა ინფრასტრუქტურის რეგიონალური განვითარების, თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები დილიდან მუშაობენ იმ ცხელწერტილებში, რომლებიც გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. გმირთა მოედანზე რამდენიმე ასეული მოქალაქე მოხალისეა შეკრებილი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. მოხალისეებს დახმარებისთვის თბილისის მერია მიმართა. ადგილზე დღეს ქრონიკის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ძალიან ბევრი მოხალისეა, ბევრს არც უშვებენ და ძირითადად ფიზიკურ მუშაობით ვეხმარებით და ვცდილობთ, რომ ყველანაირად ეს წყალი გავიყვანოთ და რაღაცები მოვაწესრიგოთ. ჩვენ თუ არა სხვა ვინ დაეხმარება რა ჩვენ სამსახურს და რო ვნახე ეგრევე ჩავწერე ჩემი სახელი, გვარი, ნომერი და მე მომივიდა მესიჯი და მოვედი რომ დავეხმაროთ. ძალიან ცუდი მდგომარეობა და ძალიან ცუდი სიტუაცია არის ქალაქში და ძალიან მიხარია რომ სტუდენტები ჩართულები არიან ამ პროცესში და კიდე გვერდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტები. რუსთავის მერიაში დედაქალაქში დაზარალებულთა დახმარებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის სხდომას რუსთავის ვიცემერი ნოდარ შეროძია, მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე, მერიის სამსახურების უფროსები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო ჯიქია დაესწრნენ. რუსთავის ვიცემერის ნოდარ შეროძიას განცხადებით მერიაში მიმდინარეობს მოხალისეთა მობილიზება. ასევე სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. შეროძიას თქმით, რუსთავის მერია სრულ მზადყოფნაშია და მუდმივი კომუნიკაცია აქვს თბილისის მერიასთან. მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს ქალაქის მერიის ყველა სამსახური. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მოტანილი ნივთების ჩაბარებას მსურველები გვიან ღამემდე შეძლებენ. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. მე მინდა მოუწოდო და ვთხოვ რუსთავის მოსახლეობას, რომ თავის შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიონ დაზარალებულებს დახმარება. რუსთავის მერიაში არის მუშაობს შტაბი, სადაც მოხდება მოსახლეობიდან შეგროვილი პირველადი საგნების მიღება და შემდგომ ეს შეგროვილი ნივთები გადანაწილდება შესაბამისად თბილისის მერიასთან შეთანხმებით. ასევე მინდა წარმოება დაწესებულებებს რუსთავში ყველას ხელმძღვანელებს მოუწოდოთ, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა. დილიდან გავავრცელეთ ინფორმაცია მოხალისეების მიღების შესახებ. არ წყდება ზარები მოხალისეობის მსურველებისა. უკვე არის გარკვეული სია შემდგარი, რომლებიც მზად არიან, რომ თბილისში როგორც ფიზიკური, ასევე ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ და ცენტრი არის მობილიზებული. დღეს დილიდან რუსთავის მერიაში მოხალისეთა რეგისტრაცია და სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება მიმდინარეობს. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მოხალისეები მზადყოფნას გამოთქვამენ. თბილისის მერიის შესაბამის გამგეობას ჰუმანიტარული ტვირთი ორგანიზებულად გადაეცემა. დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად რუსთავის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდა მოხალისეები შეიკრიბნენ. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში რუსთავის კორპუსიც აქტიურად ჩაერთო. პირველ რიგში ჩვენ გავხსენით მერიაში იმ ადამიანებსაც დახმარების სურვილი სპეციალური რეგისტრაციის ადგილი, სადაც ერთი მხრივ შეუძლია დარეგისტრირდნენ
პოტენციური მოხალისეები და მეორე მხრივ ის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ გარკვეული დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს, მოიტანონ და დაგვიტოვონ პირველად დახმარების ნივთები, თქვათ, მშრალი პროდუქტი, წყალი და სხვა ნებისმიერი დახმარება, რომელსაც ჩვენ ავღრიცხავთ და აუცილებლად მივაწვდით დაზარალებულებს. ასევე სრულიად მობილიზებულია ყველა მერიის სამსახური, ჩვენ გვყავს სათყოფნაში როგორც ადამიანი, როგორც ტექნიკური საშუალებები, რაც აქვს ქალაქს და პირდაპირ კონტაქტზე ვართ თბილისთან და მათთან კოორდინაციით საჭიროების მიხედვით ჩვენ რუსთავი დავეხმარებით. ვეხმარებით ხალხს ყველანაირად როგორც შეგვიძლია, თვითონ მოქალაქეები მოდიან მოაქვთ პროდუქტები, ტანსაცმელები, რის შეუძლიათ ყველაფერს ეხმარებიან აბსოლუტურად. რუსთავის მერიამ სოციალური ქსელით გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ თბილისში, ანუ თბილისელებს ვეხმარებით. დღეს მთელი დღის განმავლობაში მოაქვთ ჭურჭელი, ტანსაცმელი მამაკაცის, ქალის, ბავშვის და მე ვარ ერთ-ერთი მოხალისე. ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ დავახარისხოთ ეს ყველაფერი და შემდეგ გავაგზავნოთ თბილისში. ქრონიკა ეთერში რამდენიმე წუთში სტუმართან ერთად დაბრუნდება ჩვენ შეკითხვებს ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია უპასუხებს, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე. სტუდიაში მობრძანებისთვის. ბატონო, თქვენ ხელმძღვანელობთ საგანგებო შტაბს, რომელიც დღეს შეიქმნა. რა დავალებები მიეცათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს? დღეს დილიდან მერიის ყველა სამსახური იქნა მობილიზებული და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დავიწყეთ ინფორმირება მოსახლეობის, ყველა სამსახურების. ეს ეხებოდა მობილიზაციას, მოხალისეების, მერიის ყველა სამსახურების, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლებოდა ჩვენ ფიზიკურად ცოცხალი ძალით დავხმარებოდით ქალაქს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. დიახ, ბატონო ნოდარ, კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაუწევს სპეციალურად შექმნილი შტაბი დაზარალებულებს და დაწყებულია თუ არა უკვე ეს პროცესი? დიახ, მოგახსენებთ, ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ დილიდან. როგორც მოგახსენეთ, ჩართული იყო მერიის ყველა სამსახური ამ საქმიანობაში, კორპუსები, კორპუსის თავმჯდომარეები და მთლიანად ჩვენ მოვახერხეთ სადღაც დილიდან მთელი რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება. თუმცა ეს ინფორმაციები მოსახლეობას ჰქონდა, თვითონაც რეკავდნენ ცხელხაზზე და გამოთქვამდნენ სურვილს სხვა სახის დახმარების. ზოგი ფიქრობდა თვითონ მოხალისედ წასვლას ცდილობდა. საბოლოო ჯამში ჩვენ კომუნიკაციები ჰქონდა თბილისის მერიასთან და შევთანხმდით, რომ შეგვეგროვებია სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, თეთრეული, ლეიბები, თბილის ჩასაცმელები, ფეხსაცმელები, ბავშვების ჩასაცმელები, მშრალი პროდუქტები და პირველი პარტია 3 მანქანა დაიტვირთა და ეხლა 1.5 საათის წინ გაემართა თბილისისკენ და ამ პირველ დახმარებებს რაც შევძელით დღის განმავლობაში იქნება ჩატანილი და დღეს საღამოს 12 საათამდე კიდე გრძელდება ჩვენი მუშაობა და ხვალ დილიდან ისევ გაგრძელდება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას. დიახ, ბატონო, და რა ამ სურვილებს სად შეუძლიათ რომ მიიტანონ ეს პირველადი დახმარების ნივთები, ან მოხალისეობის სურვილის შემთხვევაში ვის უნდა დაუკავშირდნენ? მერიის პირველ შენობაში არის სარეგისტრაციო გახსნილი, სადაც ეწერებიან მოხალისეები და ასევე ჰუმანიტარული დახმარებების და ტვირთების მიღება ხდება ადგილზე, დახარისხება და მერიის შენობის პირველ სართულზე შეუძლიათ სურვილებს მივიდნენ და მიმართონ და ჩაეწერონ და საჭიროების შემთხვევაში თუ იქნება ამაზე მოთხოვნა, ჩვენ უზრუნველყოს ამ ადამიანების თბილისში ჩაყვანას და ჩამოყვანას. თუ საჭირო გახდება ჩვენ შესაბამისი სამსახურები გაფრთხილებული გვყავს, რომ ჯგუფურად შეგვიძლია რამოდენიმე ასეული ადამიანი ჩავიყვანოთ ტრანსპორტით, უზრუნველყოთ მათი კვება, შემდგომ ჩავანაცვლოთ და ასე შემდეგ, ასე რომ ამ საკითხებზე შტაბმა იმუშავა და ეს გრაფიკები შედგენილია მუშაობის და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით დაზარალებულებს სტიქიით. დიახ, რამდენად აქვს ქალაქს საკმარისი რესურსი ამ დახმარების გაწევისთვის, თქვათ იგივე ტექნიკის მხრივ?
ტექნიკის მხრივ ჩვენ საკმაოდ ტექნიკა თბილისში უკვე მობილიზებული და როგორც გითხრეს ამ წუთისთვის არ საჭიროებენ ტექნიკი და ცოცხალი ძალის დახმარებას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ ამ პროცესებში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა რუსთაველს მინდა დიდი მადლობა უთხრა თანადგომისთვის და იმ დახმარებისთვის, რაც ასეულობით ადამიანმა დღეს გამოავლინა დაზარალებულების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ შეკითხვებს ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზია პასუხობდა. ჩვენ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებით დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე. ბოლო მონაცემებით სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც, ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი, მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩება სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილთა შორის არის ქალბატონი გულიკო ჭიტაძე, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ვეფხმა დაზიანებები მიაყენა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი თითოეული მოქალაქის ოჯახს 10,000 ლარი გამოიყოფა მთავრობისგან. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-ია, თუმცა მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. ივნისის ღამეს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500,000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასტუიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურების სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მერის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვებიან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. რაც დავათვალიერეთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პატარა დევდორაკი გვაქვს. უზარმაზარი მასაა მოწყვეტილი. სიპიკლდეებია დარჩენილი მარტო როგორც ამბობენ სპეციალისტები იქ. შეიძლება 9 მილიონი ტონა ეს ყველაფერი დასაზუსტებულია, მიწაა მოწყვეტილი და ჩატანილია დაბლა სოფელია გადაკეტილი. დავაკვირდებით სიტუაციას და აბსოლუტურად ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ეტაპზე არის მოძრაობა შეზღუდული აღნიშნული მონაკვეთზე, მაგრამ მაგის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება კოჯრის გავლით, თბილისიდან კოჯრისა და სამადლოს გავლით. ამ ეტაპზე ადგილზე სიტუაციას სწავლობენ გეოლოგიური სამსახური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები. მათი დასკვნის შესაბამისად მოხდება შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ინფორმაცია, რომ რუსთავის სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი და ამავე დაწესებულების ექიმი კოტე მანჯავიძე დაკავებულები არიან. ქრონიკის გადამღები ჯგუფი რუსთავის სამშობიარო სახლში იმყოფებოდა, სადაც დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ადგილზე მისულ ქრონიკის გადამღებ ჯგუფს ფინანსური პოლიცია დახვდა, რომლებმაც დაწესებულებიდან დოკუმენტაცია გაიტანეს. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმაც დაადასტურეს. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო ასევე სამშობიაროს იურისტი, თუმცა დალი გოქსაძე დღეს სამსახურში ყოფებოდა, რომელმაც საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის ფაქტი დაადასტურა. ქრონიკა დღესვე ალექსანდრე ბარავკოვის ოჯახის წევრს ტელეფონით გაესაუბრა, რომელმაც სამშობიარო სახლის დირექტორის დაკავების ფაქტი არ დაადასტურა. საგამოძიებო უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ. ანუ ბატონი საშა არ არის დაკავებული? არ არის დაკავებული. ისტორიები მოითხოვეს და წაიღეს. მეტი არაფერი ინფორმაცია ამჯერად მე არ გამაჩნია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დირექტორია დაკავებული და კიდევ იურისტი და შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. დამატებით რა შემიძლია? რა სამშობიარო სახლი ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას, ჩვეულებრივ შემოდიან, არის დღესაც მშობიარობენ და ეწერებიან. მე დღეს პასუხისმგებელი ვარ იმაზე, მათ ჯანმრთელობაზე, დღეს აქ მყოფი პაციენტების ჯანმრთელობაზე, დანარჩენი იურიდიული საკითხები, რაც ხდება, ამას გამოძიება დაადგენს და შემდეგ ვისაუბრებთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამშობიარო სახლის იურისტი, ანუ თქვენ იყავით დაკავებული, ადასტურებთ თუ არა, რომ იყავით საგამოძიებო უწყებაში, ან თუ მოხდა რაიმეც განსხვავება. არანაირი დაკავება არ ყოფილა, საგამოძიებო უწყებაშიც
ვიყავი, მაგრამ დაკავება არ ყოფილა, უბრალოდ გასაუბრება იყო. რასთან დაკავშირებით შეიძლება გვიყვე? ჩემ საქმიანად, ჩემ სამსახურთან დაკავშირებით. ან დამეტებით. ნუ დამეტებით ის რას ვაკეთებ სამშობიარო სახლში და რა მევალება მეტი არაფერი ისეთი. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია ქრონიკა დასრულებულია. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.